მგონი მეტი არ შემიძლია. ძალიან შეეშინდა ლაშას. დღეში რამდენჯერ მერტკების ყოფა. მზად ხარ? ბიჭო, აი ამას თურმე შეუძლია რომ გამაბედნიეროს, რა. რაღაც საშიშროებაა და ეს ინფორმაცია უცბად ადის გონებაში. აი. კარგად ვარ? გამარჯობა ლაშა. ხომ გამოვიფიქრე, კამერამენი რო არ ყავს, რო არ დაიძაბები. ძალიან. ოკეი, აბა რას ვიწყებს? უთხარი. მაყურებელს საერთოდ რატო უნდა გვიყურონ? მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი მოგზაურობა საკუთარ თავში ვაქციოთ სხვა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდო საინტერესო შინაარსად, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ალბათ თავის თავში რაღაცას ეძებს. პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავს რაღაცებს ეკითხება და ვიღაცას აქვს იმისგან ბედაობა, რომ სხვადასხვა რაღაცები აკეთოს, იმისთვის რომ საკუთარი თავისკენ იაროს, ვიღაცას უბრალოდ ყურებაც აინტერესებს. ანუ შეიძლება რომ ჩვენს ყურებაში თავის გზას მიაგნოს რა, თავის პრაქტიკას, იგივე რაღაც მედიტაციას ან ჯგუფურ პრაქტიკებს რა და ამაში ჩვენი კონტენტი მაგრად დაეხმარება. გულისიღმაში ვახსენეთ საერთოდ ეგ რო ქვია? არა, არ გითხოთ. ხო, ჩვენ YouTube-ს ქვია გულისიღმე. და რატო ეხა გულისიღმეში რა? გონია რომ ვინც გვიყურებს, ყველა ადამიანს ცხოვრების რაღაც ეტაპზე ქონია ის მომენტი, რომ აი გაელვებასავით ნაპერწკალებით, რომ მე მხოლოდ აი ეს სხეული არ ვარ, რაღაცა ეს კოგნიტური ფუნქციები არ ვარ, ეს რაღაც ჩემი ინტუიცია არ ვარ, რაღაც ამაზე უფრო მეტი ვარ რა, ჩემს ხელზე უფრო მეტი ვარ აშკარად. აი ხო ქონია რაღაც იმას აქვია გოგო, დამაუწყო რაღაც რო გახსენდება. დეჟავუ. ო, დეჟავიოსავით რა, წამიერად აი გაელვებასავით ქონია რომ მე ამ ყველაფერზე მეტი ვარ რა. და ის არ ვარ მარტო ვინც ამ თვალებიდან იყურება და ამ ყველაფერს რო გააცნობიერებ, მე მოდი ძალიან ბევრი კითხვა. აი თუნდაც რატო დავიბადე მაინდა-მაინც საქართველოში. მაინდა-მაინც ამ ოჯახში ქრისტიანულში მართლმადიდებელში. ბევრი კითხვა მოდის რა ერთ სიტყვით და ამ კითხვების ძიება სად იწყება? გულისიღმეში ყველა ვარიანტში რა. და ხო, შენ თავში გულისიღმეში და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ გულისიღმეში, მით უფრო მეტ პასუხს პოულობ და მით უფრო აი წრფელ პასუხს. აი შენ თავთან გაქვს ძალიან ძლიერი კავშირი, კონექშენი, როგორც ჯენსები იტყვიან და მაგიტო გადავწყვიტე რომ აი გულისიღმეში დაგვერქვა რა და ამ ადამიანებთან ერთად ვინც ჩვენ გამოგვიწერენ იმედია მაგათთან ერთად ვიმოგზაურებთ გულისიღმეში სხვადასხვა პრაქტიკებით მედიტაციით ჩვენ გულისიღმეში ხო ჩვენი მიზანი ასევე არის ჩვენს მაყურებელს ვინც გამოგვიწერს გავაცნოთ თბილისში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობები საკუთარი თავის შემეცნებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრაქტიკა არსებობს უკვე საქართველოში, არა მხოლოდ თბილისში, ხო? საქართველოში. კი, ბევრი. გვინდა რომ უბრალოდ გაგაცნოთ ადგილები, შესაძლებლობები, სადაც შეგიძლიათ რომ სხვადასხვა ესეთი პრაქტიკები დააგემოვნოთ და გემოგაუსინჯოთ საკუთარ თავში რაღაც ამხრივ მოგზაურობას. ანუ უბრალოდ როგორც სათავგადასავლო ჩენელი, ისე უყუროთ ჩვენს მოგზაურობას და აღმოჩენებს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ რაღაც ეტაპზე ყველა ადამიანი საკუთარ თავს კითხვას უსვამს რა. და მგონია რომ რაღაც ეტაპზე თავის თავს რაღაც პრაქტიკაში აღმოაჩენო და მოდი ეს ხო არ ვცადო რა, რაღაც ეგ ექნება. რაღაც ეს ხო არ ვცადო. და არა მხოლოდ მაინც და მაინც არ ვსაუბრობთ ჩვენ ამ არხზე არ ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც რამბულ გამოცდილებებზე ან რაღაც ისეთზე, რაც ვთქვათ, მაინც და მაინც უნდა აღმოაჩინო და მიაგნო, ხო? შეიძლება იყოს რაღაც პრაქტიკა, რომელიც უბრალოდ დასასვენებლად არის და რელექს. მე ხო ინგლისური მაგრა ვიცი. მე ჩაგიმატებ ხოლმე სიტყვას. რელექს ის არის. ან იმისთვის რომ უბრალოდ ისიამოვნო და ცხოვრებისგან მიიღო სიამოვნო, იმიტომ რომ ეს კომპონენტი ჩვენ ქაოსურ სამყაროში სიამოვნების კომპონენტი, წამის გაჩერების, დაპაუზების კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგასაც ვცდით და მოვსინჯავთ ხოლმე ჩვენ თავზე. აი რატო დავიწყეთ ერთი მაგალითი მომდის თავში რა და მე სადღაც ამოვიყვან აქ ვიდეოს რომ აი გიგანი მახსენდება რა მახო რომ
ბევრმა ჩამიგდა ეგ ვიდეო, რომ აი დაეშვებოდი, მეთქი არა. აი სნოუბორდერი არასოდეს, მეთქი არასოდეს და მაშინ ეს რატო დაეშვა ხო? იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლიათ მაგათ რა. აი არ შეუძლიათ და მაგიტო დაეშვათ. აი სიკვდილს ალბათ რა ეთამაშება. სიკვდილს ეთამაშება ჩვეულებრივად რა. იაფარულოვას ფრაზა რო არის. It's okay to make a mistake. ხო, ეგ არ მუშაობს მანდ. ანუ ერთი შანსი გაქვს რა. ან ჩახვალ ან არა. ხო. ჩვენც მგონია რომ მაგიტო დავიწყეთ ეს არხი, რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ არ გაგიზიაროთ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ თვით შემეცნებით პრაქტიკაში განვიცდით. თან კვირაში ერთხელ გველოდეთ ხოლმე, დაგველოდეთ ხოლმე ახალი ვიდეოებით. ანუ ჩვენ წარმოგიდგენთ რაღაც კონკრეტულ პრაქტიკას, ამ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას, მერე ჩვენ თვითონვე გავივლით ამ ყველაფერს ჩვენს თავზე და ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ ხოლმე თქვენ. და ამგვარად გამოგზაურებთ სხვადასხვა პრაქტიკებში, გაგაცნობთ სხვადასხვა პრაქტიკებს, სხვადასხვა ცენტრებს და ნუ ამ ყველაფრის მიღმა ჩვენს თავსაც. ის თქვი ლურსმები თქვი? არა. მიდი თქვი რა. სად მიყავარ პირველი თქვი აი რა უნდა მომკლა პირველივეზე. მიდი თქვი. მოთხარი. მოკლედ პირველივე პრაქტიკა რომელიც გვინდა რომ მოვსინჯოთ, ანუ ლაშა მოსინჯოს მე უკვე გაკეთებული მაქვს ერთხელ და ძალიან კარგი ემოციები მახსოვს ამ პრაქტიკიდან. არის ლურსმნებზე დგომის პრაქტიკა. ცოტა გამაჟრიალა. რთული იყო? რაში დაგეხმარა ეგ მითხარი რომ მეც რაღაცა განწყობა მქონდეს რა პატარა. ნახე, ანუ ჩვენ წეგა მკითხე რთული იყო თუ არა, ანუ რთული იყო ეს პროცესი როცა დგახარ, ნამდვილად იყო რთული. ანუ მარტივი არ არის ეს რა. დავდიქი და ეხლა მაგრა ვარ ეგრე არ არის ხო? გკივა. მაგრამ ხო. თუ სული მკივა უფალო ეგრე ვარ. მიშველე უფალო. არა, ყველაფერი გკივა, ფეხები განსაკუთრებით. მაგრამ იცი რა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენებ ამ კონკრეტულ პრაქტიკას შენთვის. ძალიან არასწორი მგონია ლაშა, რომ ნებისმიერ პრაქტიკასთან მიმართებაში, რაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა პირდაპირ გვეუბნებოდეს პრაქტიკა რისთვის არის. ესე პირდაპირ თქვათ ხოლმე, რომ აი ეს ამისთვის არის რა. იმიტომ რომ იმდენად ინდივიდუალური შეიძლება იყოს შენი შინაგანი სამყარო და ჩემი შინაგანი სამყარო და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, რომ მე მგონია, რომ რაღაც მომენტში შეიძლება რომელიმე პრაქტიკას აი პლაცებოს ეფექტიც ჰქონდეს რა, რაღაც ხრივ. და პლაცებო ეფექტიც რომ იყოს, თუ კი ჩემ ცხოვრებაში ისეთი მდგომარეობა, რომ მე ხა ეს პლაცებო მჭირდება, რომ ხვალ გავიღვიძო და უკეთესად ვიყო, ანუ ჩემი აზრით ეგეც ოკეია რა, ადამიანები ვართ და ჩვენიერი, რა მე დაგვრჩა? სათქმელი წავედით ეგრევე ლურსმნებზე? წავედით ლურსმნებზე. აი მე ბიჭი ფეხშველი უნდა დავდგე? კი. ანუ ასკე წინდებიც არა, ხო? ეგრევე მარტო ფეხშველი. დედაშვილი. ვაი, გავთიშო. მოვედით Discovery Yoga-ში და უნდა დავდგეთ ლურსმნებზე. და ეხლა მაინტერესებს ლაშას მოლოდინები. მე ერთხელ უკვე როგორც გითხარით, ვიდექი ლურსმნებზე და ვიცი, როგორი პრაქტიკა არის და რაც შეიძლება ველოდებოდე ამ პრაქტიკისგან. თუმცა დღევანდელი მოლოდინი მაქვს საერთოდ ნული, იმიტომ რომ არ ვიცი რა ემოცია მექნება. როგორი არის შენი განწყობა და რას ველოდები? ჯერ მანახეთ ეს ლურსმნები და მე რეკეტყვი. მართლა არ ვიცი რა. კაი ხო, დავუხოთ. ცოტა ისე ვარ რა. შემოვიტან ლურსმნებს. ნე. კირი, თუ რამეა გამასვენეთ აქედან. თუ ნამდვილი ლურსმნებია, დავფიქრდები. მობრძანდით კეთება. მოდი ამით ვანახებ. შეხედე? აბა. მზად ხარ? მაიცა. გახსენე აბა. ნელა მოიცა ხო ჩანს? ბიჭო. ნახე. ან მე მართლა მეგონა რომ ცოტა რბილი. ეს არის დამწყების? კი. დამწყების ეს არის. ნუ დამწყების არ ვიცი რა. დაწყება და გასვენება ერთი რა, ხო? ვაი მეჩი. პასტა ფურცელი ხო არ გაქვს? ანტერს დავწერლსებ და
ნახე, მე ვარ მიდგეთო, მოდი ნახე, მოდი ერთ ასობას გავს, მოდი. აი ამას თურმე შეუძლია რომ გამაბედნიეროს, ნახე. ჯაშან დგები, ხო? მე კაია. ჯერ მე დავდგები. მაშინ ვნახოს როგორ ვიტანჯები და მე კიდევ უფრო დატანჯულმა ცადოს თვითონ. ვაშა. ხო. 0-დან 10-მდე ეხლა რა განწყობაზე ხარ? ეხლა განწყობა საერთოდ არ მაქვს, იმიტომ რომ უკვე ხვდები რომ ძალიან რთული იქნება, ძალიან. ვაუ, მაგრამ მაინც შკალა. განწყობა მაქვს 2. ნახოთ რამდენი გექნება, როცა დადგები მაგის მერე, ცოტა ხანში. რა კიდე ხო მოგიფერი? თან როგორ იწევა? ხო, მოიჭი. გამხნევებს. გრძნობს, რა გეშინია. გრძნობს, ხო. ვის ეშინია? აი რატო თქვი, ხა გეშინიაო, მე მეშინია? ეხავს რო გეშინოდეს? არა მეშინია просто. просто არ მინდა რა მეზარება. მეზარება. ძალიან შეეშინდა ვაშას. აუ, რევს იცოხი. არ შემშინებია საერთოდ პირიქით. არის შანსი რომ აი ფეხი გავიჭრა თან რაღაც. არა, ხო, არანაირი, ოკეი. რომელი აპირებთ დადგომას? პირველი მე. მერე ვაშა. ხო არ გვეტყვით 1-2 სიტყვას ზოგადად ლუცნობის შესახებ, ანუ რა პრაქტიკაა, რატო იყენებენ ადამიანები და რას შველის. ეს არის სათხუს ლურსნები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე ინდოეთში ამას აპრაქტიკებდნენ და საერთოდ აპრაქტიკებდნენ თავიდან იქაური ბუდისტი ბერები, რომ ფიზიკურად გაძლიერებული იყვნენ. ფეხში შველა რომ იმოგზაურებდნენ პილგრიმებად, ფიზიკური გამძლეობა რომ გამოემუშავებინათ, ასე ვთქვათ. კაი, მოდი მაიკო ახლა რა გითხარი, იცი? აბა. შენ რატო დაიწყე პირადად? ანუ, კაი, ერთხელ დადექი, ხო? მე რატო გააგრძელე? აი ეგ უფრო და რამდენად ხშირად დგები ხოლმე? ანუ სულ დგები ხოლმე? თუ აი რაღაც პერიოდი იდექი და მე. იცი როგორი რამეა? მე რაც მაქვს ჩემთვის აღმოჩენილი, ეს არის არამხოლოდ თერაპიული მიზნით დადგომა ლურსნებზე. არამედ აი უბრალოდ მყისიერად რომ რაღაც შფოთი მოიშორო, ამისთვის შეგიძლია დღეში რამდენჯერ მეც დადგე, თუ ამის საჭიროება არის. რამდენი ხანი გახდა ყველაზე დიდი ხანი? დღეში რამდენჯერ მდგებით ხოლმე? ოღონდ ამ შემთხვევაში შეგიძლია დადგე ძალიან ცოტა ხნით 30 წამი 1 წუთით. თუ თერაპიული მიზნით დგები, რომ ბლოკები ჩაიხსნას, ჩაკრები დაბალანსდეს, არსებობს რაიმე მდგომარეობა, როცა არ შეიძლება ლურსნებზე დადგომა? კი არის, მაგალითად, არ არის რეკომენდირებული ორსულობის და ლაქტაციის დროს. ასევე თუ ფეხის გულზე ღია ჭრილობა გაქვს, მაღალი ტემპერატურა, ინსულტის და გულის შეტევის შემდეგ მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა იყოს გასული. ონკოლოგიის დროს არ არის რეკომენდირებული ასევე. პირველ დადგომაზე რა, თუ თერაპიის მიზნით აკეთებ, აი მინიმუმი რამდენია, როგორ თუ არ აქვს ესე განსაზღვრული 1 წუთი, 2 წუთი? კი, ამბობენ, რომ მინიმუმი არის 5 წუთი. და იმასაც ამბობენ, რომ თუ 5 წუთი გაჩერდი, მე უფრო დიდხანსაც შეგიძლია რომ გაჩერდე. თუმცა არის ესეთი შემთხვევებიც, რომ შეიძლება 20 წუთი იდგეს ადამიანი, მაგრამ გრძნობდე, რომ იქ უკვე არანაირი მუშაობა არ მიდის და შენ თვითონ გადაწყვიტო, რომ გადმოიყვანო. წონას აზრი აქვს, რაც ძიმე ხარ უფრო რთულია თუ როგორ არის? არა, ანუ მაქსიმუმ ახლა ამ დაფაზე 150 კილოა შეზღუდვა, ესე რომ ვთქვათ. არც 150. და სირთულეს რაც შეეხება, წონის მიხედვით არ წყდება. სირთულე არის უფრო რამდენად მზაობა გაქვს დასადგომად. თუ ხარ სრულად მოშვებული, წინასწარ უნდა გააკეთო რაღაც პრაქტიკა. ეხ გავაკეთებთ? კი, აუცილებლად. რის შემდეგაც მოეშვები, მოდუნდები და შესაბამისად ძალის ხმევაც ისეთი აღარ არის უკვე რო დგები, შეიძლება იყოს 100 კილო და დგე 50 კილოს წონით. და შეიძლება იყოს 50 კილო და იმდენად მოჭიმული და დაძაბული იყო და დაამძიმო შენი სხეული, რომ უფრო მძიმედ დადგე და ამ შემთხვევაში უფრო რთულია. იქიდან გამომდინარე, რომ ფეხის გულებში გადის ნერვული დაბოლოებები
დაახლოებით 70,000-მდე და ეს დაკავშირებულია სხეულის ყველა თითოეულ ორგანოსთან. შესაბამისად, მათი სტიმულირება, მორსნობზე რომ დგები, ხდება მათი სტიმულირება, რაც იწვევს მთელი სხეულის ფიზიკურ დონეზე გაჯანსაღებას. აი მაგალითად რა შველის? მაგალითად, აი ფიზიკურ დონეზე. სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ნებისმიერ და ჟანგბადით მარაგდება. აჰა. ჭარბად. კი, სისხლი მარაგდება ჟანგბადით, ეს ცალკე თემაა, მაგრამ შესამჩნევად რა შეიძლება უშველოს? აი მაგალითად შეიძლება უშველოს მუხლის ტკივილს. ხო, რაღაც ივა მუხლი, ხო? ხო, არა, ძალიან არა, მაგრამ არა, ზოგადად თქვა, თვითონ ჩათვალე რო გტკივა მუხლი. აი გრძნობ 5 წუთის მერე, 6 წუთის მერე უკვე გრძნობ ეს ტკივილი როგორ გტოვებს. ხო, რა თქმა უნდა, ფეგადაზი ფეხზე, ხო? ანუ ქრება საერთოდ? აი დაახლოებით რომ წარმოიდგინო ესეთი რამე. როდესაც დგები სათბურზე, შენს ტვინს მიეწოდება ინფორმაცია, რომ სხეულს რაღაც უჭირს, რაღაც საშიშროებაა. და ეს ინფორმაცია უცბად ადის გონებაში და იქიდან ჯარისკაცები, რო წარმოიდგინო, ნეირონები მოდიან და გარბიან და ეძებენ იმ ადგილს, სად უჭირს სხეულს. ჩადიან, ამოწმებენ და ნახულობენ, რომ არანაირი საშიშროება არ არის და ბარემ რადგან გამოსულია შეიარაღებული ჯარი, მე უკან დაყვება ფეხის გულიდან, მთელ სხეულს ამოყვება და სკანირებას უკეთებს მთელ სხეულს და თუ კი სადმე რაღაც ისევ ვერ არის. შესაკეთებელია, ასე ვთქვათ, აკეთებ. რა საინტერესო იყო. ძალიან საინტერესო პროცესია. მეთიჩებთ. Let's go. რა ქვია მას? შოთა. შოთა. შოთიკო. გამხნევი. სასურველია რომ კონდეს რაღაც განზრახვა. რა განზრახვით დგები? ან რაიმე თემა გაქვს დასამუშავებელი. რაღაც შენთვის რომ მოინიშნო. შესუნთქვა ამოსუნთქვასთან ერთად მოადუნე თავი, კისერი, სახე. მიგრევე მეორე ფეხი მოვადოთ. შვიდად. სუნთქა. ვაიშვი. ამოუშიხმა. აბა მგონი მეტი არ შემიძლია. სანამ გეხარ გვირას გრძნო. ერთი წუთით თვალები გაახილე, შემხედე თვალების კონტაქტი იყურე. შეძლებ. როდესაც ტკივილი გაყუჩდება და გაივლის. აღარ გაყუჩდა, ახლა ისე არის. მეტი აღარ უნდა. დღეს მეტი აღარ უნდა. ერთი შესუნთქვა, ამოსუნთქვა. ნელა ნაბიჯს გამყუკან, ჯერ ერთი ფეხით გადადიხარ. მერე მეორეთი და ეგრევე ჩდები. მეორე.
კიდევ დაჯექი. Simaglia, lo guardo tutte le cose. Carichi. Scesso un po' შემდეგი შესұთქვა მოვაკლოთ ფეხები. შვიდად ხარ, ხელები შეგიძლია დაუშვათ ძირს. ჩავიგეცოს პროგრამა. სუფთა ენერგიით ივსება შენის ხელი. გრძელებს თქოს კარგია. ხარ დასამთავრებლად. ხო? ერთი ფეხი გადადგე უკან. ადე. ჩაჯექი ეგრევე. ჩაჯექი. ძალიან დიდი მადლობა. ნებისმიერ ფიქრს, ნებისმიერ შეგრძნებას, რაც მოვიდა, მიეცი საშუალება, რომ იარსებოს. მოვჭით. გადავახეთ ეს საშიში სათხუნეილს დაფა და სათხუნეილს სათხუს ლურსმები და გვინდა ახლა რომ გაგიზიაროთ ჩვენი ემოციები და ძალიან მაინტერესებს ლაშას შეგრძნებები. სუპერ შეგრძნება რა. აი მოყვე
თავიდან როგორ იყო. ტკივილი ხო წამოიღო. და დამეწყო ფეხების კანკა. მივხვდი რომ აი ეს მომენტი უნდა გადავალხო. მუხლები გეკეცება რა მაგას. და რომ მივენდე, თან მაიკოს, ავი სასწაულად მეხმარებოდა, თან მიხსნიდა ძალიან მაგრად რაღაცებს, მაიკოს უღმესი მადლობა. ქვეცნობიერიდან წამოიღო ბავშვობის რაღაცა ფრაგმენტებად, სურათებად, სკაფას მოდიოდა და ესენი გაუშვი რა, ეს ყველაფერი აი თითქოს უშვებ, აი ხელებით უშვებ. გაუშვი და მე მოვიდა აი უდიდესი მადლიერების გზნობა რა, სამყაროს მიმართ რა და ხო ამსუბუქი აი საერთოდ არ მახსოვდა უსმებზე თუ ვიდექი და ბოლოს უკვე მაიკომ რომ მითხრა რომ მზად ხარ დასასრულისთვის და მე რა დავასრულო და აი უკვე გავაცნობიერა რომ მაშინ უსმებზე ვდგავ. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ახლა, მაგრამ წინაზე უფრო დიდი ხანი შევძალით. გომა ეგეთი ის მაქვს. მაგას ხო არ აქვს, მართლა არ აქვს. ხო, მაგას არ აქვს მართლა. აი მე მართლა მივხვდი რომ გაუშვი ყველაფერი, მაგდროს მითხრა მაიკომ და მაგდროს იყო რა. ხო, ნუ ალბათ ხო რა, ინტენსივობას უფრო აქვს და რას განიცდი მაგდროს, მაგას აქვს მნიშვნელობა და დღევანდელი ჩემი აი ეს დგომა, ჩემი განზრახვაც ეგ იყო რომ რაღაცები გამეშვა, რაც ვფიქრობ რომ ჩემს სხეულში როგორც ნაგავი ისე არსებობს და ვერ გავუშვი. და დღეს თითქოს ესეთი განცდა მქონდა რომ აი ეს ფეხებზე რამდენადაც გტკივა ეს ქვემოდან რაზეც გახარ და გიჭირდება აი არის რომ მედიტაცია ხარაც გამოცდილებაში გაქვს იქიდან გამომდინარე ვჭალობ და არის გრაუნდინგის მედიტაცია სადაც აი ფეხებიდან უშვებ ჩვენს არასასურველ ენერგიას და მე დედამიწის გულიდან რაღაცა ამოგაგხო იქიდან რაღაცა ელექსირი და აი თითქოს სხეულებრივადაც ეგეთი განცდა მქონდა რომ აი ეს ტკივილი რაც მაქვს შინაგანად ფეხებიდან ტოვებდა და აი ამ ფეხებიდან გამოსული ეს რაღაცა საშინელი განცდები თითქოს იქვე დავტოვე და რომ დავწექი და საკუთარ თვალთან მარტო დავჭი ვგრძნობდი აი ეს დაფუჟებას მე ტრანსში ვიყავ. აუ რო დავწექი ეგ უნდა მოყვე რა გიხოზე. მიბუჟდებოდა მიდი. რო დავწექი ეგ უნდა მოყვე. რო დავწექი პირველი კადრები რაც წამოიღო ეს იყო თოხში სნოუბორდი ვსრიალებ და მაგდროს რაღაც ხმები მესმის თურმე მაიკო მელაპარაკება რა. ახლა დააკვირდი სად ხარ რა რადგან თუ დააკვირდი თოხში სნოუბორდი როგორ ჭრის მაგას. მე რატომაც ხო მე მითხრა რომ ეხლა ფეხით გაიარეო სადაც ხარ მან თუცა ვაუ მითქი რა მაგარია ფეხშოლი გავიარე თოვლზე. მე მითხრა რომ ეხლა რამე ხილი მოწყვეტე თუ არ იმანდო და ეგრევე ვაშლი წამოიღო რა. ვაშლი დაუთრია სანამ ეთქოდა ჩაკვინჩეო უკვე ჭამდი ხო და ბოლოს კოჯრის ტყეში აღმოჩნდი და მან აი ჩემი ძალის ადგილი რასაც ქვია და ხეების გამღებულობდი რაღაც ემოციებს ჩვენი არ ძალიან გავწერეთ ხო ჩვენ სადაც ჩავწერეთ დასაწყისი იმ დღეს კი რა დღეს ხო სადაც ჩავწერეთ დასაწყისი დაახლოებით მაგ ადგილას რა ანუ ფოთლები იყო ბევრი სიმწვანე შენ მოყევი კიდე რა უნდა მე რო დავწექი აი ეს დაბუჟების განცდა მქონდა სხეულში იყო სასიამოვნოდ დაბუჟებული ვიყავი და აი გრძნობდი როგორც ვფლი და ამ რაღაცა ტკივილს თითქოს სხეული დაიცრება და მე რო ახალი აი ჭიქას რო გარეცხავ ხო იცი სუფთა წყალი რო ისხნეო აი ეგეთი განცდა მქონდა შინაგანად და მინდა და მეცემა ახლა ხოველი მინდა და ვაყო მე რა ჩვენ რო გასულები ვიყავით მაგდროს მერე ხო აი ეგეთი მინდა და რა მეკეთებინა და მიდი ახლა შევკავშირებოდი ჩემს რაღაც მაგ საწყისებს ალბათ ვინც მოდი არ ვიცი აი ალბათ ოდესმე თუ ვცდი რეგრესულ თერაპიას იქ გავიცნობ ჩემ თავს კიდე უფრო მაგრამ რეგრესულ თერაპია და ცხოველურად აი ძალიან გავდა რომ დავწექი რეგრესული თერაპია, რასაც ახლა მაიკო მემეხმარებოდა და მათვდა რაღაც როგორ ხო, გიდი იყო რა ჩემს. აი ახლა ამას დააკვირდი და მიმოგზაურე. აი ეს ხო იყო ერთი ძალიან მაგარი და ეს მეორე უკვე. მეორე იყო ესეც სასწაული იყო რა. შემდეგიც ძალიან ხო, პოსტ. ანუ ძალიან საგულისხმოა ის, რომ თუ ვთქვათ ენერგეტიკულად ესე შეიძლება არ ხართ შეკავშირებული საკუთარ თავთან, ან არ გქონიათ პრაქტიკებში ვთქვათ ესეთი ტიპის მოგზაურობების გამოცდილება, ან ვიზუალურად, ან თუნდაც შეგრძნების დონეზე, აი ფიზიკურადაც, როცა გადმოდიხარ ამ სათულს დაფიდან, ფიზიკურად გაჯანსაღებული ხარ და უფრო მეტი ენერგია გაქვს. აი ხა განცდა მაქვს, რომ ახალი დღე დაიწყო და შემიძლია ბევრი რაღაცა გავაკეთო რა. ხო, აი არ ვარ დაღლილი, მიუხედავად იმისა, რომ საღამოა და ბევრი რაღაც იყო დღეს, ანუ შემიძლია რომ ერთი დღე კიდე არ დავიწყო. ვისაც მოგეწონათ
და თქვენი გულის სიღრმეში რაღაცა აღმოაჩინეთ. რომ შეიძლება ანუ ეს გწონთ უბრალოდ. ერთხელ მაინც ვსადო ამდაგვარი რაღაც გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რითაც ძალიან დიდ мотивაციას მოგცემთ. თან ჩვენი პირველი ვიდეოა. გამოიწერეთ. და გვეხმარეთ ხო? გეთო მადლობა ძმაო ძალიან დიდი.